Am წუთებში პოლიცია მობილიზებული თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს განიხილავენ. ადგილზეა მხარეთა მხარდამჭერების დიდი რაოდენობაც. წინა პროცესების დროს ერთმანეთს ჯანგველაძის ოჯახისა და მიქაძეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. საბოლოო განაჩენამდე რამდენიმე სხდომა რჩება. მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი, კანადელი იურისტი ჩართეს, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრება. დავით და გიორგი მიქაძეები და მათი მეგობარი გიორგი ჯოხაძე მძიმე ბრალს არ აღიარებენ, მათ 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის მტკიცებით მათ რუსეთში მყოფი ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დაკვეთით ბიზნესმენის მკვლელობა დაგეგმეს და გელა უძილაურს დაუკვეთეს. მოტივი ბიზნესი ინტერესებია, თუმცა დაცვის მხარე ბიზნეს კავშირს საერთოდ უარყოფს. რუცა ბახუტაშვილი გვერდდება ადგილიდან. უკვე 3 საათია, რაც ბრალდებული გიორგი მიქაძე პროკურორის დასკვნით სიტყვას ისმენს. დასკვნითი სიტყვა იქნება ხანგრძლივი, დაახლოებით 400 გვერდიანი შეჯამება აქვს მომზადებული სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელს და დეტალურად განიხილავს რამდენიმე თვის განმავლობაში პროცესების მიმდინარეობისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც მთელი პროცესების განმავლობაში უთითებდა ასევე აჯამებს დაცვის მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს და როგორც პროკურორმა განმარტა, ეს მტკიცებულებების ერთობლიობა და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამტკიცებს და ასაბუთებს ბრალდებული პირების ბრალეულობას და ქმედებას, რომ მათ ანგარებით შეკვეთილი მკვლელობა ჩაიდინეს, შეუკვეთეს უпроსწორად მიქაძეებს სწორედ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთას და შესრულებას ედავებიან განსასჯელის სკამზე მხოლოდ ერთი გიორგი მიქაძე არის, რომელიც როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე საათია პროკურორის ხანგრძლივ მოხსენებას ისმენს. ასევე ძებნაში იმყოფებიან დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე, რომლებიც ამავე საქმეზე ბრალდებული პირები არიან. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე არის. პრაქტიკულად პროკურორის საბოლოო სიტყვის შემდგომ დარჩება დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ცნობილია გიორგი მიქაძე საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლებს. აი ამ ვითარების პარალელურად კი ვითარება კვლავ შეიძლება ითქვას, რომ დაძაბული არის თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. მე შევეცდები ახლა კადრში გაჩვენოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკრიდან თუ რა ვითარება არის. არაერთი საპატრულო ეკიპაჟის მანქანა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განლაგებული, ასევე არიან თანამშრომლები კრიმინალური პოლიციის, მანქანებიც უფრო მეტად ეზოს სიღრმეში არის განლაგებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე 1 წელია და მეტი, რაც არ გვეძლევა გადაღების შესაძლებლობა სასამართლოს არც ეზოში და არც შენობაში. გიჩვენებთ კადრს, რომელიც ჭიშკრიდან აღიქმება. საკმაოდ მრავლად არის, როგორც უკვე გითხარით, როგორც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე მობილიზებულები არიან ლევან ჯანგველაძის ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მოდიოდნენ ხოლმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან, ასევე მის გარე პერიმეტრზე და ვითარება იძაბებოდა ხოლმე. სწორედ აი ამის გამო არის ეს მობილიზება. საინტერესოა ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, გახდება თუ არა საჭირო ამდენი სამართალდამცავის მობილიზება და მათი ჩართვა იქნება თუ არა რაიმე ინციდენტი. ჯერჯერობით სიმშვიდე არის ადგილზე და პროცესი გრძელდება. შესვენება იყო გამოცხადებული და ახლა კვლავ აღდგება პროცესი და პროკურორი გააგრძელებს თავის დასკვნითი სიტყვის წაკითხვას. როგორც გითხარით, საკმაოდ ვრცელი შეჯამება და მოხსენება აქვს მას მომზადებული სასამართლოსთვის და მოხსენებას ისმენს თავად ბრალდებული გიორგი მიქაძე, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, როგორც ცნობილი არის, მას არ აქვს საბოლოო სიტყვა. საინტერესოა, მოუნდება თუ არა რაიმეს თქმა სასამართლოსთვის მას შემდგომ, რაც პროკურორის დასკვნით სიტყვა სრულყოფილად მოისმენს.